ბინადმშენებლობის რებუსი საქართველოში. ძვირი ბინები ღარიბი მოქალაქეებისთვის. საქართველოში საცხოვრებელი ბინების ფასები კატასტროფულად იზრდება. ეკონომიკის ექსპერტები მომავალში ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას ელიან. სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თბილისში მხოლოდ ახლად აშენებულ კორპუსებსა და კერძო სახლებში უძრავი ქონების საშუალო ფასი ბოლო 5 წელიწადში 2020 წლიდან 2025 წლამდე 57%-ით გაიზარდა. მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში სამომხმარებლო ფასების მატება მხოლოდ 33.7% შეადგინა. ეს თავის მხრივ იწვევს ფასების ზრდას ძველ ბინებზეც, რაც უკვე შეუძლებელს ხდის საცხოვრებლის ყიდვას საშუალო შემოსავლის მქონე მოქალაქესთვის. ეკონომიკის სფეროს ექსპერტების მიერ მოწოდებული მონაცემებით, თბილისის უძრავი ქონების ფასები უკვე გაუტოლდა ევროპის ბევრი ქალაქის ბინების ფასს. ზოგ შემთხვევაში კი გაუსწრო კიდეც ევროპისა და ამერიკის პერიფერიული ქალაქების უძრავი ქონების ფასებს. ეკონომისტები განმარტავენ, რომ უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა მსოფლიო ტენდენციაა. თუმცა ჩვენგან განსხვავებით განვითარებული ქვეყნების ხელისუფლებებმა უკვე დიდი ხანია დააწესეს არაერთი რეგულაცია უძრავ ქონებაზე ფასების სამართავად. ამას აკეთებენ პირველ რიგში თავისი რიგითი მოქალაქეებისთვის ისეთ ადამიანურ სიკეთეზე ხელმისაწვდომად, როგორიც არის საცხოვრებელი ბინა. მეორეს მხრივ ცენტრალურ და პერიფერიულ ქალაქებს შორის ურბანული ბალანსის დასამყარებლად. აგრეთვე საკუთარი ქვეყნებისა და ქალაქების დასაცავად უცხოური ინვესტიციების ექსპანსიისაგან. არარეზიდენტი მოსახლეობისთვის ბინების ყიდვის პროცესში ბარიერების შექმნით, რაც არსად ითვლება თავისუფალი ბაზრის პრინციპზე უარის თქმად ან ქსენოფობიად. საქართველოში ბინებზე ფასების წარმოქმნაში ხელისუფლება პრაქტიკულად არ ერევა. პროცესი სტიქიურად არის მიშვებული. ბინადმშენებლობის მოცულობა გაცილებით მასშტაბურია, ვიდრე ეს საკმარისი იქნებოდა საქართველოს მოქალაქეების მიმდინარე და პერსპექტიული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. თუ გადავალოთ ბოლო წლების სტატისტიკას, აღმოჩნდება, რომ საქართველოში ესე იგი შეძენილი ბინების ფაქტობრივად ყოველი მეხუთე მყიდველი ქვეყნის არარეზიდენტს წარმოადგენს და ეს ტენდენცია ცალკეულ წლების მიხედვით მცირედით იზრდება. საქართველოს სახელმწიფო ამ ნაწილში არ არის ჩართული. არ არის მე ვერ ვიტყვი რომ ეს არის ცუდი ან კარგი, მაგრამ ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ ამ ნაწილში ჩაერთვებოდა სახელმწიფო და რაღაც სტანდარტი იქნებოდა დაწესებული, მაგალითად საქართველოს მოქალაქისთვის, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, ემიგრანტისთვის, ქართველი ემიგრანტისთვის და უცხოელი ინვესტორისთვის. თქვენ იცით რომ საქართველოში გადასახადები სამჯერ უფრო ნაკლებია შესაძლოა ვიდრე ევროპაში ან ამერიკაში და სწორედ ამიტომ არის საქართველოს საინვესტიციოდ მომხიბვლელი ქვეყანა. საშუალოდ რომ ავიღოთ ახლა თბილისის ფასები, მაგალითად მაინც და მაინც ცენტრალურ უბნებს თუ არ შევეხებით და რაღაც გასაშუალებულ ფასს თუ ავიღებთ, აღმოსავლეთ ევროპაში პრინციპში ძალიან ბევრ ქალაქში შეიძლება იგივე თანხა ღირდეს უძრავი ქონება. პოლონეთშიც შესაძლებელია, ბალტიისპირეთშიც შესაძლებელია, პირდაპირ მილანს ან ბარსელონას ვერ შევედაროთ, თუმცა შედარებით მეორეხარისხოვანი ქალაქები სავსეა ისეთი ბინებით, სადაც საქართველოს თბილისის ფასებით შეიძლება უძრავი ქონების შეძენა, ბინის კონკრეტულად. შეიძლება ეს იყოს გერმანიის სხვადასხვა ქალაქებიც. როგორც ჩვენ მაკვლევამ დაადგინა, საქართველოში უძრავი ქონების ფასების დასარეგულირებლად სისტემური ხასიათის პოლიტიკა არ ხორციელდება. არც ერთ მუნიციპალურ ხელისუფლებას, არც თბილისში, არც ბათუმში, სადაც ბინების ფართების ფასი წლიდან წლამდე შეუქცევადად მზარდია, არ აქვს მოქნილი და საბაზრო ტენდენციებთან შესაბამისი მექანიზმები საცხოვრებელ ბინებზე ადეკვატური და სამართლიანი ფასების შესანარჩუნებლად. პროცესის ნებაზე მიშვება კი არის ფასების ქაოტური ცვალებადობის მთავარი მიზეზი. აქედან გამომდინარე სერიოზული შედეგებით, საცხოვრებელი ფართების ფასები უტოლდება ევროპული ქალაქების ფასებს ისეთ სახელმწიფოში, სადაც მოქალაქეთა საშუალო შემოსავლები ევროპის ქვეყნების მოქალაქეთა შემოსავლებზე ბევრად ნაკლებია. რა არის გამოსავალი საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის? სახელმწიფოს ამაზე პასუხი არ აქვს. დუმს ხელისუფლების ყველა რგოლი, რომელთაც ფუნქციურად ევალებათ ბინადმშენებლობის სფეროს მართვა და პრობლემების ანალიზი, ფასებისა და ხარისხის ჩათვლით. თბილისის მერია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, გარემოს დაცვითი სტრუქტურები. ყველა. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა დარგის სპეციალისტებთან ერთად სცადა შეესწავლა ბინადმშენებლობის ზოგიერთი ასპექტი, რაც ვერ განხორციელდა სრულფასოვნად.
რადგან სახელმწიფო სტრუქტურებმა კარი მიუხურეს ჩვენს ჯგუფს და არ ითანამშრომლეს საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ჩვენს კითხვებს პასუხი არ გასცა თბილისის მერიამ, თბილისში ბინადმშენებლობის სფეროში ერთ-ერთმა მთავარმა პასუხისმგებელმა სუბიექტმა. მერიამ არ გვიპასუხა არსებით კითხვებზე, რომლებიც შეეხებოდა არა მხოლოდ მუნიციპალური პოლიტიკის ხედვას თბილისში საცხოვრებელი ფართების ფასების ზრდის რეგულაციებთან დაკავშირებით, არამედ არ მოგვაწოდა მარტივი სტატისტიკური მონაცემებიც კი. მაგალითად, ექსპლუატაციაში არ მიღებული რამდენი საცხოვრებელი კორპუსია თბილისში. კანონის აკრძალვის მიუხედავად, რამდენ ასეთ კორპუსში შესახლდა მოსახლეობა და როგორი იყო ამაზე მუნიციპალური ხელისუფლების რეაქცია. თუმცა ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა ასეთი არაერთი კორპუსი აღმოაჩინა. და ეს მაშინ, როცა 2024 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო რეგულაცია, რომლის ძალითაც აიკრძალა მობინადრეების შესახლება იმ კორპუსებში, რომლებიც ექსპლუატაციაში არ არის მიღებული. კანონი მხოლოდ 2022 წლის 1 იანვრის შემდეგ გაცემული სამშენებლო ნებართვებით აშენებულ კორპუსებს შეეხო. მერია არ გასცემს ინფორმაციას იმ კორპუსების შესახებ, რომლებშიც მოსახლეობა კანონდარღვევით არის შესახლებული. ზუსტად ეს ინფორმაცია ჩვენ გვინდოდა დაგვედგინა სტატისტიკა გამოვითხოვეთ თბილისის მერიისგან. მე პირადად მივწერე საჯარო წერილი თბილისის მერიას კონკრეტული შეკითხვები. კონკრეტული კითხვები გაუგზავნე, რამდენი ექსპლუატაციაში შესული პროექტი იყო 2023-2024 წლებში, მათგან რამდენი ვერ შევიდა ექსპლუატაციაში, რატომ ვერ შევიდა და ამ კითხვებზე მხოლოდ დამიბრუნეს პასუხი, რამდენი პროექტი იყო ექსპლუატაციაში შესული. დანარჩენი ინფორმაცია პასუხი დამიბრუნეს, რომ გადასცეს არქიტექტურის სამსახურს პასუხისთვის, მაგრამ პასუხი არ დაბრუნებულა. არც ერთ ექსპერტს, რომლებიც უძრავი ქონების პრობლემებზე მუშაობენ, არ აღმოაჩნდა ინფორმაცია ექსპლუატაციაში მიუღებელი კორპუსების შესახებ. აღმოჩნდა, რომ მერიამ არც ერთ მათგანს არ მიაწოდა ინფორმაცია, რაც საეჭვოს ხდის, არის თუ არა საერთოდ ასეთი კორპუსები აღრიცხული და ხდება თუ არა სამართლებრივი რეაგირება კანონის დამრღვევი კომპანიების მიმართ. სახელმწიფო სტრუქტურებთან წარუმატებელი კომუნიკაციის შემდეგ ჩვენი ჯგუფი უძრავი ქონების ბაზრის პრობლემების კვლევისას მხოლოდ დარგის ექსპერტებისა და საკუთარი ემპირიული დაკვირვების ამარად დარჩა. შევხვდით სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს და მათ მომხმარებლებსაც, რომელთაც მოგვაწოდეს არაერთი საგულისხმო ფაქტი, რომლებიც სამართალდარღვევის სერიოზულ ნიშნებსაც კი შეიცავს. სახელმწიფო სტრუქტურების ზედამხედველობისგან თავისუფალი, ნებაზე მიშვებული ბინადმშენებლობის ბაზარი ყველაფერს უშვებს. კანონის მძიმე დარღვევების ჩათვლით. ზოგიერთი სამშენებლო კომპანია მყიდველებს კანონთან შეუსაბამო პირობებსაც კი სთავაზობს. მაგალითად, ერთ-ერთი სამშენებლო კომპანია, რომელიც დიღმის მასივის ცენტრალურ ნაწილში აშენებს უკვე მეორე კორპუსს. ამ კომპანიის დასახელებისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ, რადგან ჩვენ მიერ აღმოჩენილი დარღვევების დადასტურება და კვალიფიცირება შესაბამისი უწყებების პრეროგატივაა. აღმოჩნდა, რომ კომპანია, რომელიც დიღმის მასივის ყველაზე გაყიდვად ნაწილში აშენებს კორპუსს, არღვევს კანონით განსაზღვრული ფართის აზომვის წესს და მყიდველებს იმაზე მეტი ფართის საფასურს სთხოვს, ვიდრე სინამდვილეშია გასაყიდი ბინის ფართი. მყიდველისთვის სავაჭრო გარიგების ასეთი შეთავაზება მშენებელი კომპანიის მიერ მომხმარებელთან მიწერილი სატელეფონო შეტყობინებითაც დასტურდება. სადაც წერია, რომ საჯარო რეესტრში ბინა რეგისტრირებულია როგორც 36.7 კვადრატული მეტრი, მაგრამ ფართს კომპანია ყიდის როგორც 39.8 კვადრატულს. იგივე გარიგება შესთავაზა ამ კომპანიამ კიდევ 3 მოქალაქეს, რომლებმაც ჩვენს საგამოძიებო ჯგუფს მიაწოდეს ამის დამადასტურებელი მასალა. გამომძიებელმა რეპორტიორმა თხოვნით მიმართა საჯარო რეესტრს განემართა, არის თუ არა რეესტრში დაფიქსირებული კვადრატულობა ბინის ერთადერთი კანონიერი ფართობი, რის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს ბინის ფასი. რეესტრის წარმომადგენლებმა აგვიხსნეს, რომ საჯარო რეესტრში აღერიცხება გარე პერიმეტრიდან განხორციელებული აზომვის შედეგი, რომელშიც შედის კედლების სისქეც და ბინის ყველა პარამეტრი, აივნისა და ბინის ყველა ტიხრის ჩათვლით. ამდენად ეს მონაცემი არის მაქსიმალური და ერთადერთი რეალურად აღიარებული. ამ მონაცემზე მეტ ფართში ფასის მოთხოვნა კი არის კანონდარღვევა. ჩვენმა საგამოძიებო ჯგუფმა სთხოვა განმარტება სამშენებლო კომპანიას, რომელიც მყიდველებთან ასეთი დაუშვებელი წესით ურთიერთობს, მაგრამ კომპანიამ ოფიციალური პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა. სატელეფონო საუბრისას კი უცნაური რამ გითხრა. ერთი არ ასთავაზობს მყიდველს კომპანია, მაგრამ მეორე და მთავარი არის ის, რომ მყიდველს თავად აქვს ვალდებულება მსგავსი შეთავაზებით არ მოთხოვდეს. აღმოვაჩინეთ სხვა პრობლემაც.
მაგალითად, თბილისში არაერთი სამშენებლო კომპანია აშენებს კორპუსებს, რომლებშიც ბინები ოფიციალურად რეგისტრირებულია როგორც სასტუმროს ნომრები, მაგრამ იყიდება როგორც საცხოვრებელი. ეს კარგად იცის მშენებლობისთვის ამ სტატუსის მიმნიჭებელმა მერიის შესაბამისმა სამსახურმა, მაგრამ სამშენებლო კომპანიებს აძლევს საშუალებას საცხოვრებლად გაყიდონ ბინები. მშენებლობის იურისტების თქმით, ეს ერთგვარი გზაა, რომლითაც სამშენებლო კომპანიები აღწევენ გადასახადების შემცირებას, რადგან სასტუმროს სტატუსით მიმდინარე მშენებლობები გათავისუფლდნენ ბინების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან. ჩვენ საგამოძიებო ჯგუფს გადასცეს დოკუმენტები, რომლებშიც წერია, რომ თბილისში საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ყიდველი კონკრეტული დეველოპერული კომპანიისგან ყიდულობს უძრავ ქონებას მშენებარე სასტუმროს ნომრის სტატუსით, ფართობი 35 კვადრატული მეტრი. ამავე სტატუსით არის რეგისტრირებული ესპართის საჯარო რეესტრში. დეველოპერულმა კომპანიამ, რომელიც ხელშეკრულებაზე აწერს ხელს, სატელეფონო საუბრისას დაგვიდასტურა, რომ ბინებს ის ნამდვილად ყიდის სასტუმროს ნომრის სტატუსით, რისი უფლებაც აქვს. მაგრამ საინტერესოა კომპანია მყიდველებს განუმარტავს თუ არა, რომ სასტუმროს სტატუსით ნაყიდ ბინაში ცხოვრებისას ბევრად გაუძვირდებათ კომუნალური გადასახადები. მაგალითად, თუ საცხოვრებელ ბინაში 1 ტონა წყლის გადასახადი 50 თეთრია, სასტუმროს ნომრის შემთხვევაში ეს გადასახადი 1 ტონაზე 8 ლარი და 40 თეთრი ხდება. მნიშვნელოვნად უძვირდებათ ელექტროენერგიისა და სხვა გადასახადებიც. დეველოპერული კომპანიის წარმომადგენელმა, რომელსაც ჩვენ მყიდველის პოზიციიდან გავესაუბრეთ, გითხრა, რომ კომუნალური გადასახადების საკითხის მოგვარება შეიძლება შესაბამის მომსახურების ოფისებში ერთი მარტივი განცხადების დაწერით. თუმცა ეს კატეგორიულად უარყო მაგალითად კომპანია GVP-ის ოპერატორმა. მომსახურების სხვა ოფისებიდანაც გითხრეს, რომ მომხმარებელს აქვს განცხადების შეტანის უფლება. თუმცა კომპანიები ამ მოთხოვნას ან დაუკმაყოფილებენ, ან არა. ასეთი ფაქტების გარდა, საქართველოში ბინათმშენებლობის ბაზარზე ჩვენ მიერ აღმოჩენილი კიდევ არაერთი ფაქტი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ვერ იცავს ვერც მომხმარებლის ინტერესებს და ვერც ამ სფეროში მომუშავე კომპანიებს აყენებს სამართლიანი კონკურენციის პირობებში. სამშენებლო კომპანიები არ მალავენ, რომ მათ ხშირ შემთხვევაში სპონტანურად უხდებათ საცხოვრებელ ფართებზე ფასების მატება იმის მიხედვით, რა დამატებით ვალდებულებას დააკისრებს სახელმწიფო. რა თქმა უნდა, იმის მიხედვითაც, რა საერთო ტენდენციები წარმოიქმნება მსოფლიოში ბინათმშენებლობის ბაზარზე, როგორ იცვლება მშენებლობის ხარჯები, მასალისა თუ მუშახელის ჩათვლით. თუმცა მცირე კომპანიები ფასის მატების მთავარ მიზეზად მაინც ასახელებენ სახელმწიფოს მიერ მათთვის გაზრდილ ვალდებულებებს და მეორე მხრივ, ხელისუფლების სრულ გულგრილობას საბანკო სექტორში სულ უფრო მზარდი საპროცენტო განაკვეთების მიმართ, რაზეც მთლიანად ჩამოკიდებულია მათი ბიზნესი და რისი რეგულირების ერთადერთი ინსტრუმენტი ეროვნული ბანკის ხელშია. კომპანიები ამბობენ, რომ სულ უფრო მზარდი საკრედიტო ვალდებულებების საშუალებით მათ სახელმწიფო არათანაბარი კონკურენციის პირობებში აყენებს იმ მსხვილ სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან შედარებით, რომელთაც ზურგს ახლო წარსულში ოფიციალურად უმაგრებდა საბანკო ბიზნესი. მაშინ არ არსებობდა კანონი, რომლითაც ბანკებს აეკრძალებოდათ არაპროფილური ბიზნეს საქმიანობა. თუმცა მოგვიანებით კომერციულ ბანკებს აეკრძალათ არაპროფილური ბიზნეს საქმიანობა. ექსპერტთა მტკიცებით, ყველაფერი მხოლოდ ფორმალურად შეიცვალა. რეალურად, შეწყვიტეს თუ არა მსხვილმა ბანკებმა არაპროფილური ბიზნეს საქმიანობა, ეს ცალკე კვლევის საგანია. დმიტრის ფასმა მოიმატა. არქიტექტურული პროექტის შედგენა არ არის იაფი სიამოვნება, მოგეხსენებათ. სამშენებლო ნებართვის მოსაკრებელმა მოიმატა. სამშენებლო მასალა არის გაძვირებული ხალხო 2-ჯერ, 3-ჯერ ზოგიერთ შემთხვევაში. შესაბამისად, მოიმატა რკინის ნაგლინის, ეგრეთ წოდებული არმატურა, ზოგმა არ იცის, რომ რკინის ნაგლენი არმატურა და განმარტოთ ესეც. რკინის ნაგლინის ღირებულება მოიმატა ორმაგი გახდა თითქმის. შესაბამისად, როცა ხელობა გახდა ის ჩვეულებრივი მუშა, რომელსაც არანაირი პროფესია არ გააჩნია, ანუ ხელობა არ იცის. და 30 ლარს რო ვიხდიდით და იხდიდა მშენებელი, ეხლა იხდის 80-100 ლარს ყოველდღიურად. ყველაზე პრობლემური ნახეთ რა აქვს ეხლა ამ ბაზარზე მშენებელს და ყველაზე ასე ვთქვათ ის კომპონენტი, რამაც გააძვირა კიდევ უფრო ღირებულება თითოეული კვადრატული მეტრისა. გაძვირდა, ფული გაძვირდა. ანუ ის ფული, რითაც მშენებლობა ფინანსდება. მოგეხსენებათ, არ არის ახლა ამ ბაზარზე ისე ცესხი გაძვირდა, დიახ. ექსპერტები გვიხსნიან, რომ უძრავი ქონების ბაზარს განვითარებული ქვეყნები პირველ რიგში ეროვნული ბანკის რეგულაციებით აწესრიგებენ.
სხვა რეგულაციებთან ერთად ასეთი მექანიზმი ხდება სახელმწიფოს მხრიდან, როგორც სამშენებლო ბიზნესის ფაქტობრივი მხარდაჭერის, აგრეთვე ამ გზით მოქალაქეთა ინტერესების დაცვისა და ფასებზე ხელმისაწვდომობის მთავარი გარანტია. საერთოდ რეგულაციები სწორედ ეროვნული ბანკიდან იწყება, ეს არის ბანკთა ბანკი და ეს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს თამაშის საერთო წესების დადგენას კომერციული საბანკო სტრუქტურებისათვის და სხვა საკრედიტო დაწესებულებებისადმი. ეროვნულ ბანკს შეუძლია განუსაზღვროს მაგალითად გარკვეული მიმართულებით ან გარკვეული რეგიონში, სადაც განსაკუთრებით მწვავედ დგას საბინაო მშენებლობის და ბინების დეფიციტის საკითხი, იქ რო იტყვიან დეველოპერებისთვის, სამშენებლო ორგანიზაციებისთვის ზოგადად დააწესოს გაცილებით დაბალი საპროცენტო განაკვეთი იმისათვის, რომ მათ უფრო სწრაფად და უდანაგარგოდ შეძლონ ამ დეფიციტის მოხსნა და შეიძლება სხვაობის დაფარვა აი საპროცენტო განაკვეთისა თავის თავზე აიღოს სახელმწიფო. ეკონომისტები დიდი ხანია ხელისუფლებას სთავაზობენ საქართველოშიც დაინერგოს განვითარებულ ქვეყნებში აპრობირებული სხვა კომპლექსური ღონისძიებებიც, რომლითაც სახელმწიფოები ახერხებენ არამხოლოდ ფასების ზრდის შეჩერებას საცხოვრებელ ფართებზე, არამედ კლებასაც კი. მათ ეკონომიკის მინისტრებთან არაერთი შეხვედრის დროს დაუყენებიათ საკითხი იმის შესახებ, რომ საქართველოშიც უნდა დაიწყონ სამშენებლო კომპანიებისთვის გარკვეული შეღავათების სისტემური დანერგვა კონკრეტული პირობების დათქმით, თუმცა ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. შეიძლება ვიფიქროთ უფრო თანამ რადიკალურ ნაბიჯებზე, გარკვეულწილად საქმიანობის სახებების დამატებულ ღირებულების გადასახადის შემცირება. შეიძლება ვიფიქროთ აგრეთვე სანებართვო ესე იგი მოსაკრებლების და რეგლამენტაციის შერბილებაზე, ლიბერალიზაციაზე. ლიბერალიზაცია მარტო ფასებს კი არ ეხება, არამედ თამაშის წესებსაც და ამ მიმართულებითაც გარკვეული შეღავათები. შეიძლება სახელმწიფომ უფრო ეფექტურად გამოიყენოს მისი უფლება მიწათსარგებლობის თაობაზე და გამოვიყენოთ სხვა ქვეყნების გამოცდილება, როდესაც დეველოპერებს აძლევს საშუალებას, რომ მოახდინონ ბინამშენებლობა მიწაზე, რომელიც რჩება სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, მაგრამ შენობის აშენების უფლება გადადის მათ ხელში. ეს რო იტყვიან ამცირებს ხარჯებს და მშენებელი კომპანიისთვის ხარჯებს ამცირებს, რეგლამენტაციის პროცედურებიც რო იტყვიან მინიმუმამდეა დაყვანილი და იქნება შესაძლებლობა, რომ საბოლოო მოხმარებელმა, ანუ პოტენციურმა ბინის მყიდველმა შედარებით იაფად შეეძინოს ბინა. ამ ესე ვთქვათ სირთულის გადასალახავად ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა უამრავი მეთოდი მოიფიქრეს. მაგალითად ის რომ უცხოელებზე დააწესეს ლიმიტი, თუ რამდენი ბინის შეძენა შეუძლია ახალ აშენებულ კორპუსში. პირობითად არის 100 ბინა, მხოლოდ 30 ბინის ყიდვა შეუძლია უცხოელს, ან მხოლოდ 10-ის. ან თუნდაც 5-ის, ან საერთოდ არ შეუძლია. გააჩნია რომელი ქალაქია, რომელი ქვეყანაა, რომელი პირობითად უბანია თუ ასე შემდეგ, შეიძლება არც კი მისცენ ვიღაცას იქ ბინის შეძენის შესაძლებლობა. ბევრ ქალაქში ევროპული ქვეყნების მაგალითებია, ძირითადად შეიძლება ავიღოთ პარიზი, როგორც ასეთი, არის მაგალითად ავსტრალიის სხვადასხვა ქალაქები, არის მაგალითად ესპანეთის სხვადასხვა ქალაქების მაგალითი, ესტონეთში არის მაგალითად სხვადასხვა მეთოდები დამატებით მოფიქრებული, თუ როგორ შეიძლება ადგილობრივებმა შეძლონ ბინის ყიდვა და მაგალითად ერთ-ერთი გზა არის რომ გარდა იმისა რომ ლიმიტია უცხოელებზე, ლიმიტია ქვეყნის შიგნით სხვა ქალაქების მაცხოვრებლებზეც, რომ დაუშვათ თბილისში ჩვენს ქვეყანაზე თუ ვისაუბრებთ, შეეძლოს პირველ რიგში პრიორიტეტი ჰქონდეს თბილისის მაცხოვრებელს ბინის შეძენა და მასზე იყოს ყველაზე მეტი ბინა კვოტით გამოყოფილი, შემდგომ იყოს პირობითად სხვა ქალაქებიდან და შემდგომ იყოს უცხოელის რიგი. ფასების შეუქცევადი ზრდის მონაცემებით თბილის, ბათუმიც ფეხდაფეხ მიხვება. ქალაქში ფასები ზღვის სანაპირო ზოლთან სიშორეს სიახლოვის მიხედვით არის განსაზღვრული. ამან კი სამშენებლო ბიზნესის სექტორში წარმოშვა ტენდენცია, რომ საცხოვრებელი კორპუსები რაც შეიძლება მეტად მიუახლოვდნენ ზღვას. ექსპერტთა განმარტებით, ბათუმში საცხოვრებელი ბინების ფასები სწორედ რისკისა და ხიფათის შემცველ ზონაშია ყველაზე მაღალი. ბულვარსა და მის მიმდებარედ. ბათუმის ახალი ბულვარი მთლიანად გადავსებულია ახლად აშენებული და მშენებარე კორპუსებით, რომელთა მშენებლობას არ განსაზღვრავს სახელმწიფო სტანდარტი. კორპუსები შეჭრილია პირდაპირ პლაჟებზე და მათი უმეტესობა ეგრეთ წოდებული თაუერია. ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა იმის დადგენა, რომ სახელმწიფოს არ აქვს საზღვაო სანაპიროს ერთიანი განვითარების გეგმა. შესაბამისად, სანაპირო ზონის განაშენიანება ასეთი თაუერებით ხდება არა სისტემურად, სახელმწიფოს ერთიანი ხედვით, პასუხისმგებლობითა და კონტროლით, არამედ ქაოტურად, პროექტიდან პროექტამდე.
ანუ მშენებლობებს უკვე სამშენებლო ბიზნესს არა სახელმწიფო დაშვებულ ფარგლებში, არამედ სახელმწიფოს უკვე ბიზნესი. სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის სისტემები არის მაიამის სანაპიროზეც გაკეთებული, ბულგარეთშიც, თურქეთშიც და ასე შემდეგ. ჩვენ არა გვაქვს, ჩვენ კანონიკ პროექტი მზათა გვაქვს უკვე 10-ზე მეტი წელია. უბრალოდ ვერ მივიღეთ, რომ განხილვა დაგვეწყო, რომ სანაპირო ზოლი როგორ უნდა განვითარდეს საერთოდ და როგორი ტიპის შენობები უნდა აშენდეს. ეს სივრცითი დაგეგმარების ნაწილია, მკაცრი დაგეგმარება, სტანდარტები უფრო მკაცრი, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი სანაპირო. ანუ ერთიან მართვაზე იყო ლაპარაკი, თუ მივიღებდით და ჩაჯდებოდა. ეხლა არანაირი სტანდარტი არ ზის. თაუერებს მწვანე შუქი პირველად თავისი პრეზიდენტობის დასასრულს მიხეილ სააკაშვილმა აუნდო, როცა 2012 წლის აპრილში ტრამპ თაუერების აგების პიარი გააჩაღა. მაშინ დაიგეგმა პირველი თაუერის აგება სანაპირო ზოლში. ესტაფეტა მიიღო და გააგრძელა შემდეგმა ხელისუფლებამ და დღეს მთელი ახალი ბულვარი, ძველის ნაწილი და სანაპირო ზონის სხვა უბნებით სათამჯენებით ან მშენებარეთ სათამჯენებით არის გადავსებული. ძველ ბულვარში, რომელსაც კულტურის ძეგლის სტატუსი აქვს, უკვე მრავალსართულიანი კორპუსი დგას, რომლის ტერასაზე ვერტფრენის დასაჯდომიც უნდა მოეწყოს. ბათუმელებმა იმ დღიდან დაიწყეს ბრძოლა ამ მშენებლობის წინააღმდეგ, როცა მიხვდნენ, რომ აქ არა ნებართვით დაშვებული 4-სართულიანი გამაჯანსაღებელი ცენტრი შენდებოდა, არამედ მრავალსართულიანი სასტუმრო. თქვენ ახლა ნახავთ, რომ გახედოთ, ეგ არის ტექნიკური უნივერსიტეტი, არის მერიდიანის უნივერსიტეტი, დიახ, ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს იყო ტექნიკური უნივერსიტეტის სახელწოდებით, ეხლა ვერ განხორციელდა იქ სააკაშვილის დროს იყო სურვილი რომ გაკეთებული იყო ტექნიკური უნივერსიტეტი, გვერდზე იყო მერიდიანი და პარადოქსია ის რომ ადამიანები, რომლებიც ამ ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწინააღმდეგებოდნენ, დღეს არიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში და პირიქით მწვანე აუნთეს მაგალითად ამბასადორის მშენებლობას. იგივე ადამიანებზე მაქვს საუბარი, ხო? ერთის მხრივ წინა ხელისუფლებაში ისინი იყვნენ მოწინააღმდეგეები, რომ მსგავსი მშენებლობები განხორციელებული იყოს ზღვისპირა პარკში და ზოგადად ქალაქში და სამაგიეროდ ამ ხელისუფლების პირობებში ისინი პირიქით. არა მარტო ტექნიკური უნივერსიტეტი, მაშინ იყო შერატონი, რომელიც ითვლებოდა მაგ დროს ერთ-ერთ ყველაზე მაღალ სართულიან მშენებლობად და ამის გამო დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ამ საზოგადოებაში, იმიტომ რომ ისიც ბულვარის ტერიტორიაზეა და ძალიან ეწინააღმდეგებოდა ამას მოქალაქეები, თუმცა შერატონი დღეს ყველაზე დაბალ და ყველაზე ლამაზ შენობად არის მიჩნეული ზღვისპირა პარკში. სამწუხაროდ მივედით აქამდე მივედით დღევანდელ ვითარებაში. ბათუმის სანაპირო ზოლში სათამჯენების აშენების მოწინააღმდეგეების მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ბათუმის სანაპირო აღარ იკვებება ინერტული მასალით, რაც გამოიწვია 1998 წელს საქართველო-თურქეთის საზღვართან, მდინარე ჭოროხზე, თურქეთის ტერიტორიაზე დერინერის ჰესის მშენებლობამ. ის თურქეთში ყველაზე მძლავრი ჰესების ათეულში შედის. კაშხალის აშენებამ გამოიწვია ის, რომ მდინარე ჭოროხს აღარ ჩააქვს ზღვაში ქვაღორღი და სხვა ინერტული მასალები, რაც სანაპირო ზოლის მდგრადობას უზრუნველყოფდა. თავის დროზე ჭოროხის ჰესის აშენებას საქართველოს ბუნების დამცველები საპროტესტო აქციებით უპირისპირდებოდნენ, თუმცა ჰესი მაინც აშენდა. გარემოს დაცვის მაშინდელი მინისტრის ნინო ჩხობაძის თქმით, თურქეთი ცდილობდა, რომ ხელშეკრულებაში არ შეეტანათ საქართველოს სანაპირო ზოლის გამაგრებაში თურქეთის მონაწილეობის ვალდებულება. თუმცა ქართულმა დელეგაციამ თურქეთს არ დაუთმო და გარკვეული ვალდებულებების აღიარებამდე მიიყვანა. გარემოს დამცველებს ის ამშვიდებდა, რომ ჭოროხის მიერ ჩამონატანი ინერტული მასალების კომპენსაცია მდინარე აჭარის წყალს შეეძლო, მაგრამ 2009 წელს დაიგეგმა ჰესების აშენება აჭარის წყალზეც. 2013-დან 2016 წლამდე პერიოდში კი ეს მშენებლობები განხორციელდა და დღეს აჭარის წყალზეც 5 ჰესია აგებული. 5-ვე ჰესი საქართველოს ეკუთვნის, თუმცა ხელშეკრულების მიხედვით ელექტროენერგიის ძირითად ნაწილს ეს ჰესები თურქეთს აწვდიან. ინერტული მასალით სანაპირო ზოლის კვება აჭარის წყალმაც შეწყვიტა. შტორმული პროცესების დროს საზღვაო სანაპირო ირეცხება ბათუმის
და აქედან გამომდინარე რომ ხელა საკურორტო ზონა გვაქვს, ამდენი დამსვენებელი ჩამოდის, პრობლემური ხდება, იმიტომ რომ სანაპირო ზოლის წარეცხვა ხდება. იმიდან გამომდინარე რომ ინერტული მასალა არ აღწევს ზღვას თავისი ცოცხალი ორგანიზმია და ზღვას თავისებური თვისება აქვს. ამ კაშხლებმა ეს უკვე მეორე შემდგომი პერიოდია. თიხნარია დაგროვებული, ეს ზღვის კალაპოტი, მდინარის კალაპოტი მთლიანად დაფარულია მაგ და ახლა ამ ეტაპზე და მანამდე დაახლოებით 20-25 წლის იქ მაგ იყო ხრეში. გაიტანა მდინარემ და შეტანილია უკვე. მაგრამ ეს ახლა რომც იყოს, მაინც ვერ გავა, იმიტომ კალაპიკია, კაშხალია გაკეთებული. ერთ-ერთი ჩამონატანი, ანუ დიდი რაოდენობის ინერტული მასალა, რომელიც ფორმირებდა ბათუმის სანაპიროს გამაგრებას, აკეთებდა არის აჭარის წყალი. სამწუხაროდ ჩვენ აჭარის წყალზე მოვახერხეთ და დავიწყეთ მშენებლობები ჰიდროელექტროსადგურების, ანუ კიდე დამატებით დატვირთვა გავაკეთეთ სანაპიროს. ნატანი ეს არის ქვიშაღორღი, რაც იშლება მდინარე რომ მოდის სათავიდან დაწყებული, შლის ამ მასალას და ეს გზადაგზა დიდი ლოდები სადაც სათავეში არის, მე ვიმტროვა წყალთან შეხებაში გადაგორებით ესა და ეს ქვიშაღორი ბალასტი არის ესეთი, რომელიც ზღვაში უნდა ჩავიდეს. ზღვაში რო ჩადის, ეს აბალანსებს ზღვისა და ხმელეთის ურთიერთობას. იმიტომ რომ ზღვა, წყალი, ეს ეგრეთ წოდებული მშრალ ნაკადს უწოდებენ, რომელშიც არ არის ეს მასა გარეული. და ეს რო ზღვის ტალღები ეხება ნაპირს, რეცხავს ამ ნაპირსაც ტალღები და ჭამს ამ იმას, ეგრეთ უხეშად რო ვთქვათ ამ იმას და მოიცევს წინ ხმელეთის იმას. მაგრამ როცა მდინარე ჩააქს ეს ქვიშაღორღი ზღვაში, აი ამ ზღვა უკვე ამის გადამუშავებას იწყებს და ნაკლებად საზიანოა ნაპირისათვის და ბალანსი მყარდება. ნახეთ თქვენ ქვემოთ რომ ნახეთ აჭარის წყლის და ჭოროხის შესაერთებთან თითქმის ქვის ნატამალი არსად არაფერი არ არის. ამიტომ ეს დღეს თუ არა ხვალ მე ვფიქრობ რომ უარყოფით შედეგს გამოიღებს და თვითონ სანაპირო ზოლის კვება ფაქტიურად შეჩერებულია დღესდღეობით და თურქეთის მხრიდან 14 კაშხალია გაკეთებული, რომელიც ფაქტიურად საერთოდ ინერტული მასალა აღარ მოდის და არაფერი არ არის ახლა ჯერ და არ შემოდის არაფერი ინერტული მასალა, რომ თქვათ მდინარემ გაანაწილოს და ჩაიტანოს ზღვამდე. ინერტული მასალები, რომლებიც ზღვაში შეჰქონდა, მათში ჩამავალ მდინარეებს, მარტო ჰესებმა არ წაართვეს ზღვას. ბათუმის რკინიგზის სადგურთან ხელოვნური კუნძულის ასაშენებლად მილიონობით კუბური მეტრი ინერტული მასალა გამოაქვთ დღესაც მდინარეების ჭოროხის, აჭარისწყლისა და კინტრიშის ხეობებიდან. ანგრევენ მთის მასივებს, რომლებიც მდინარეებს ქვაღორღად უნდა ჩაეტანათ ზღვაში სანაპიროს გასამაგრებლად. ეს ხდება საქართველოს მთავრობის სპეციალური განკარგულებებით, რომლებიც გამოიცა 2024-2025 წლებში. ამ განკარგულებებით კომპანია Ambassador Islands უფლება მიეცა ინერტული მასალა და ქვაღორღი მოიპოვოს სწორედ იმ მდინარეების ხეობებში, საიდანაც ბათუმის სანაპირო ზოლი ინერტული მასალით ივსებოდა. ჰიდროლოგი ინჟინერებისა და გარემოს დამცველთა თქმით, ეს უკვე სასიკვდილო განაჩენია ბათუმის სანაპიროსთვის, სადაც სათამჯენების მშენებლობა მიმდინარეობს. ჩვენ ხელთ არსებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ სათამჯენების მშენებლობა დაგეგმილია თავად ხელოვნურად შექმნილ კუნძულზეც, რაც კიდევ უფრო დიდ შეშფოთებას იწვევს, რადგან ბათუმის სანაპიროს იმ ზოლში, სადაც კუნძულს აშენებენ, უამრავი ნარჩენი მასალაა დაგროვილი. სწორედ ზღვის ფსკერზე 10 წლეულების განმავლობაში დაგროვილი ნავთობპროდუქტებისა და სხვა ნივთიერებების ნარჩენების გამო ეს სანაპირო მშენებლობისთვის უსაფრთხოდ არ ითვლება. ეს ტერიტორია აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთში, ეს ყურე არის ნავთობით ისტორიულად დაბინძურების კერა, ხო? და სამშენებლო მასალების, ასე ვთქვათ, სასაფლაო, ხო? მრეწველური ნარჩენების სასაფლაო, რაც კატასტროფის გამომწვევი შეიძლება იყოს, შეიძლება გაჟონოს ნავთობმა შავ ზღვაში და არა მარტო შავი ზღვა და ბათუმის მიმდებარე ტერიტორია, არამედ მთელი შავი ზღვის აკვატორიაში შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფა. საძირკველში ხიმიჯების ჩადგმის შემთხვევაში აქ ხომ უნდა აშენდეს ძალიან მაღალში ნავთობით დაბინძურების კერა. კი, ეს ბრადია დღეს, მაგრამ ძელპაზიან პერიოდში რა როგორ მოიქცევა
ეს არავინ არ იცის. თანაც ბათუმის სანაპირო არის გაშლილი ღია ნაპირია და იმიტომაა გაშმაგდება ზღვა და უტევს ამ ბულვარს უკვე შევიჭერით ჩვენ შიგნით და ანგრევს. სხვა წყალი არ გაპატიებს ეს ბუნებრივი ბალანსი რაც არის გაკვირვებული იმ ზღვარზე უნდა გაყვიდე. ბათუმში სწორედ იმ უბნებშია ბინების ფასი ყველაზე მაღალი, რომლებიც ან უშუალოდ სანაპიროზეა, ან მას ესაზღვრება. წინასწარ არის ცნობილი, რომ მაღალი გადახდის უნარის მქონე მომხმარებლისთვის არის გათვლილი მომავალი ცათამბჯენებიც, რომლებიც სანაპირო ზოლზე აშენდება და მიემატება თაუერების ანსამბლს კუნძულის ცათამბჯენების ჩათვლით, რომლებიც გამორჩეულთა კუნძულზე ფეშენებელ ურვილებსა და იახტ-კლუბს გადმოაცქერდება ზემოდან. მაგრამ ეს მომავალში. ჯერ აქ მხოლოდ ზღვა ხმაურობს და ბათუმის ამ სანაპიროდან ძველებურად ჩანს, როგორ მოცურავენ გემები პორტისკენ.